იდენტიფიცირებულები არიან საჯარო მოხელეები და მედიკოსები, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავის არიდების უკანონო სქემა ჰქონდათ მოწყობილი. საგამოძიებო უწყების ცნობით საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეებს კონკრეტულ მედიკოსებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, რომ ისინი თანხის სანაცვლოდ ყალბ დოკუმენტებს დაამზადებდნენ, შემდგომ კი ეს დოკუმენტი იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეს თავდაცვის სამინისტრო ჯარში არ წაიყვანდა. ფარული აუდიო ჩანაწერების მეშვეობით დგინდება, რომ დოკუმენტის დამზადება თავდაპირველად $250 ღირდა, თუმცა მას შემდეგ რაც მოქალაქეების რაოდენობამ ყალბ დოკუმენტზე იმატა, საბოლოო ჯამში ყალბი დოკუმენტის დამზადება 5,000-დან 10,000 ლარამდე ღირდა. ფარული აუდიო ჩანაწერებით ირკვევა, რომ მედიკოსები მოქალაქეს, რომელიც მათთან მიდის და ყალბი დოკუმენტის დამზადებას თხოვს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ეუბნებიან, რომ ფორმა 100, რომლებსაც შემდგომში მედიკოსები გასცემდნენ თავდაცვის სამინისტროსთვის წარედგინათ და შემდგომში ეს დოკუმენტი იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეს ჯარში არ წაიყვანდნენ. დაკავებულები არიან საჯარო მოხელეები და მედიკოსები, რომლებიც ამ თაღლითურ სქემას წლების განმავლობაში ფლობდნენ. ახლა დაკავებული საჯარო მოხელეები და მედიკოსები ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან. დაგიდახეს უკვე ჯარი და გამოდახებული ვარ და არ მინაიხსნა. უნდა გამიცხადა ისევ სამხედრო კომისარიატი იქიდან მე შეკრებავენ და გულში დაგიყვანენ და წინააღმდეგობა არ გაუწიო. იქ უნდა ამოიღო ჯიბიდან ეს ჩემი ფორმა 100, რომელიც გახდება საფუძველი, რომ ისევ ჩემთან გამოგიშვან მე კომისიაზე. და მე უნდა დაგბრაკო. მე და ჩემმა კოლეგებმა. $250 არის გადახდო თამაში. რამდენი წლის ხარ? 20. რატო არ ჯარი არ გეკუთვნის 27 წლამდე? 1 წლის გადავადება ღირს ღირდა 5,000 გახდა 10,000 ლარი. 3 წლის უნდა გადაგევადო ჯარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მოქალაქეები უკანონო ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ, რომლებშიც შემდგომში ხდებოდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოქალაქეები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღრიცხვაზე არ აყავდა. 1 წლის განმავლობაში მუშაობდა ეს დოკუმენტი, შემდგომში კი მოქალაქეებს დამატებითი თანხების გადახდა უწევდათ იმისათვის, რომ მედიკოსებს ყალბი დოკუმენტი დაემზადებინათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ იმას, რომ ამ საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდოს, რადგან თავად სულში ამბობენ, რომ გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. ექიმმა ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბის სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას. გარკვეული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები თითქოს და სამხედრო სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით და ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10,000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ყალბის სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ დაკავებულია ერთი პირი. მოსამართლის გაჩნების საფუძველზე დაკავებულისა და მის თანამზრახველების მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. გაშიფრულია კიდევ ერთი თაღლითური სქემა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დიდი ფულის სანაცვლოდ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ექიმები ყალბ დოკუმენტაციას უმზადებენ მოქალაქეებს, რომლის მეშვეობითაც ისინი სახელმწიფო პენსიას იღებდნენ, ანუ მოქალაქეები, რომლებიც მედიკოსებთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კონკრეტულ თანხას გადაუხდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ მედიკოსი მათ დაუწერდა, რომ იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასეთ შემთხვევაში მას სახელმწიფო პენსია ირიცხებოდა.
ხდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ რამდენიმე მედიკოსი არის დაკავებული, რომელიც ამ ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდა, თუმცა უცნობია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა სახის თანხები იყო გაცემული ამ ყალბი დოკუმენტაციის დამზადების სანაცვლოდ. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ამავე საქმეზე ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, დიდი ნაწილისთვის ბრალი არის უკვე ოფიციალურად წარდგენილი, ისინი ახლა ეოდებიან მოსამართლის ვერდიქტს, იმ შემთხვევაში თუ საქაოქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლითაც მოქალაქეების ბრალეულობა დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში მედიკოსებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყალბ დოკუმენტაციას დიდი ფულის სანაცვლოდ ამზადებდნენ, მრავალი წლით საპატიმრო დაწესებულებაში მოუწევთ ყოფნა.